სამყარო მშვიდობისა მეგობრებო, თქვენ მოხდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. ჩემი სახელია მარია და დღეს გვექნება დეკემბრის თვის პროგნოზი. უახლოვდა ჩვენი ნოემბრის თვის დასასრული, რაც ნიშნავს იმისათვის რომ არ გამოგრჩეს, რა თქმა უნდა, გავიგოთ წლის ტენდენციები, საჭიროა გავაკეთოთ პროგნოზი. ავადოთ მთელი სანამ გაშლას დავიწყებთ. ნახოთ დეკემბრის თვეში როგორი ტენდენციები გვექნება. ზოგადად დეკემბრის თვე არის ხოლმე წლის კულმინაცია, წლის შეჯამება, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადად შემაჯამებელი ფაქტორები გვაქვს ხოლმე ცხოვრებაში ამ თვის განმავლობაში. ამ პერიოდს ეძახი ხოლმე ხშირად კარმულ გადაწყობას, კარმულ შეჯამებას, რომელმაც უნდა დაგვირგვინოს, ასე რომ ვთქვათ, მთელი წლის ნამოღვაწარი და შეგვიჯამოს ერთდროულად, როგორი იყო ეს მთლიანი პერიოდი. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად სპეციალურ გაშლას დაგიკეთებთ წლის ბოლოსკენ, ჯერ ის ადრეა, თუმცა გვექნება ახლა დეკემბრის თვის პროგნოზი. ნახოთ რა იქნება თვის ძირითადი თემა პირველი ვარიანტისთვის. მეორე ვარიანტისთვის. მესამე ვარიანტისთვის. რა უნდა გაცნობიეროთ წინა თვიდან? პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. რა უნდა მიიღოთ კონკრეტულად გასული თვიდან? რა გამოწვევების წინაშე დადგებით დეკემბრის თვის განმავლობაში? პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. რა შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ ეს დეკემბრის თვე? პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. მესამე ვარიანტი. და ნახოთ ორაკულის რჩევა ამ თვის განმავლობაში თქვენთვის. პირველი ვარიანტისთვის. მეორე ვარიანტისთვის. მესამე ვარიანტისთვის. მედია სამივე ვარიანტი გარკვევით ჩანს თქვენ სივრცეში. მოდი გამოვიყენოთ სიგნიფიკაციისთვის საშუალებები, რომ უფრო კარგი აღსაქმელი იყოს. პირველი ვარიანტი იყოს სელენიტი. მეორე ვარიანტი იყოს ამეთვისტო. და მესამე ვარიანტი, მე ვეცდები მეგობრებო, რომ შევცვალო ასეთი კატეგორიები, სტაფილოსფერი სანთელი. დააკვირდით სამივე ვარიანტს. პირველი
მეორე, მესამე ვარიანტი, პირველი, რომელიც დაგიძახებთ, ის იქნება, ესე რომ ვთქვათ, თქვენი პასუხი დეკემბრის თვის პროგნოზთან დაკავშირებით. არ დაგავიწყდეთ იქამდე ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის კი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. რა თქმა უნდა, მიკომენტარებთ, რამდენად რეზონირებდა ეს ყოველივე თქვენთვის, ეს ვარიანტები, სიტუაციები, თუ რაღაცა კონკრეტულ თემატიკას გამიზიარებთ და უშვეთ რაღაცა კონკრეტულად რა რეზონირდა საუბრიდან და რაღაც, აი გამიხარდება სიტუაციურადაც ამას თუ დამიწერთ კომენტარებში, ვფიქრობ, სხვებისთვისაც საინტერესო იქნება ეს რა ფაქტორები და რა თემები გაშღერდა, ხო? კარგი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით, ვინც აირჩიებს სელენიტის კოშკი. თქვენი თვის ძირითადი თემა რა იქნება? 6 კვერთხები. რა უნდა გააცნობიეროთ წინა თვიდან? რა უნდა მიიღოთ გასული თვიდან? რა გამოწვევების წინაშე დადგებით ამ თვეში? რა შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ ეს თვე? და ზოგადი რჩევა და მესიჯი თქვენთვის ამ თვეში. კარგი. მოდი დავიწყოთ. თვის ფონიდან. ანუ მთავარი თემა რა იქნება ამ თვეს თქვენთვის. თქვენი მთავარი თემა დაკავშირებული იქნება რამდენად მყარად იდგებით თვის განმავლობაში სხვადასხვა საკითხებზე და სხვადასხვა პოზიციებზე. ეს იქნება თქვენთვის პირდაპირ მნიშვნელობით კულმინაცია, იმიტომ რომ ბევრ საკითხში საკმაოდ წარმატებულად და კარგად იგრძნობთ თავს. აი თითქოს დაინახავთ თქვენი შრომის შედეგს, ნაყოფს, იგრძნობთ გამარჯვებას, იგრძნობთ დაფასებას პირველ რიგში და კმაყოფილებას ამ თვის განმავლობაში. თქვენი თვის მთავარი თემა ზუსტად იქნება აი ეს შემაჯამებელი, როგორი შედეგები დადეთ და რა თქმა უნდა ეს კარგი შედეგები იქნება, იმიტომ რომ გვაქვს 6-იანების კვერთხები გასული პერიოდების განმავლობაში. აი თითქოს უკვე იგრძნობთ, რომ თქვენ მოწოდების სიმაღლეზე ხართ და ახლა გზა გაგრძელებას საჭიროებს. 6-იან კვერთხებში ყოველთვის გახსოვდეთ მეგობრებო ის, რომ რამდენადაც აქ კარგი შედეგია, იმდენადვე ეს არ არის სრულფასოვანი ფინალი, ხო? გვჭირდება, რა თქმა უნდა, ზრდა და განვითარება, ეს არის წარმატება კონკრეტულ ეტაპზე, მაგრამ არა რაღაცა საბოლოო შედეგი, რომ აი ამის იქით ვერ განვითარდები, ეს ასე არ არის. პირიქით, ეს არის, ასე რომ ვთქვათ, თქვენთვის мотиваცია, რომ წინ განაგრძოთ გზა. რა უნდა გააცნობიეროთ წინა თვიდან? წინა თვიდან უნდა გააცნობიეროთ ის მიღებული ცოდნა და ის მიღებული გამოცდილება, რომელიც გაიარეთ სხვადასხვა პრობლემურ სიტუაციებში. დააკვირდით, სად იჩქარეთ, სად გადაკვეთეთ ზღვარი, სადაც დაუშვათ ზღვარი გადაკვეთეთ, იქ რა შედეგები დაგიდგათ, ხო? იმიტომ რომ აქ ვიღაცასთან შეიძლება კონკრეტულ საკითხში მოხდა ფორმიანი ადამიანების ჩარევა, ფორმიან ადამიანებში უგულისხმობ. შეიძლება სამხედრო იყოს, პოლიცია იყოს, რაიმე სხვა ისეთი საკანონმდებლო ორგანოები, სადაც დაუშვათ მიწიათ საქმის გარკვევა, გადაცდომების გამო, ან დაუშვათ გამოჭერილი იყავით სხვადასხვა საკითხებში, მაღალი პირებისგან, ხო, შეიძლება მაინც და მაინც სამთავრობო არ ყოფილიყო, მაგრამ დაუშვათ ოჯახის უფროსისგან, თქვენი უფროსისგან სამსახურში და ასე შემდეგ, ანუ ვინც მონიტორინგს უწევს თქვენს საქმიანობას. ამიტომ უნდა გაითვალისწინოთ, აი ეს ცოდნა უნდა წამოიღოთ და გააცნობიეროთ, რომ წინა თვეში, სადაც იჩქარეთ და სადაც რაღაცები მიაყურადეთ, ისე არ გააკეთეთ, როგორც საჭირო იყო, როგორც წესი იყო, მე ესე ვიტყვი,
ასეთი რაღაცეები რო აღარ მოგივიდეთ, იმიტომ რომ უკვე გეცოდინებათ, რომ უპასუხოთ ასეთი ქმედებები არ რჩება. შესაბამისად, ზუსტად ეს შედეგი რომ დამდგარიყო გამარჯვების, თქვენ უნდა გაგევლოთ ეს, ანუ სწორი ქმედება უნდა გესწავლათ და გესწავლათ ისიც, რომ არასწორ ქმედებასაც მოყვება შესაბამისი პასუხი, ან დაუდევარ ქმედებას მოყვება შესაბამისი პასუხი. ამავდროულად არ დაგავიწყდეთ, საქმეში არ არის მნიშვნელოვანი სიჩქარე. თავისთავად ეს შეიძლება ისედაც სწრაფად განვითარდეს, მაგრამ თქვენ არ უნდა იჩქაროთ, იმიტომ რომ სიჩქარე აქ სასურველი ნამდვილად არ არის. რა უნდა მიიღოთ, ასე რომ ვთქვათ, გასული თვიდან უშუალოდ, რა უნდა მიიღოთ? გასული თვიდან ამ მომენტისთვის ერთადერთი მისაღები, რაც დაგრჩათ, არის დასვენების დრო. არის შეიძლება ვიღაცას შობულების საათები დაგიგროვდათ ან დღეები და ეს ამის მიღება გჭირდებათ დამსახურებული დასვენების უფლება, გჭირდებათ ახლა არის ვიღაცისთვის შეიძლება ისეთ სამსახურში მუშაობთ, სადაც დაუშვათ წლის ან თვის პიროვნებებს წარადგენენ, რომელმაც იყო ჩაღა ესე რომ ვთქვათ, თავს საქმეში და თქვენი ფოტო შეიძლება ესე გამოკიდული აღმოაჩინოთ კედელზე, ან არ ვიცი თუ სოციალური ქსელებით მიმდინარეობს თქვენი სამსახური, არ ვიცი თქვენი ფოტო ან თქვენი სახელი რაღაცაში აღნიშნული, აღბეჭდილი იყოს. სადღაც იქნებით მოკლედ ხსენებული რაღაცა ძალიან საპატიოთ რა, მე ესე გეტყოდით. ამიტომ ეს რაღაცა შეგიძლიათ დამსახურებულად მიიღოთ, იმიტომ რომ ეს არის წინა თვიდან გამომდინარე შედეგი. ანუ რაღაცაში აღნიშნული იქნებით აუცილებლად თქვენი სახელი, ისე რომ ვთქვათ, კარგად დაამახსოვრდებათ რა. ესეთი რაღაცა არის. კარგი, ვნახოთ რა გამოწვევების წინაშე დადგებით ამ დეკემბრისთვის განმავლობაში, რა იქნება თქვენი გამოწვევა. თქვენი გამოწვევა იქნება შედეგები, რომლის შენარჩუნებაც მყარად და საფუძვლიანად მოგიწევთ, როგორ შეძლებთ ამ შედეგის განაგებას და წარმართვას, გამოყენებას იმ ავტორიტეტისას, რომელსაც მიიღებთ ამ თვის განმავლობაში. ფაქტობრივად თქვენ გექნებათ უკვე სახელი, ჩამოყალიბებული სახელი, რომელსაც შენარჩუნება და დაცვა ჭირდება კონკრეტულ სივრცეში, სადაც ამის მიღება მოხდება. ამიტომ ნუ შეუშინდებით ახალ გამოწვევებს, უბრალოდ გეკავოთ თქვენი პოზიცია და მიყევით თქვენს გიზანს განვითარებისკენ, ჯერ გაიღრმავეთ, გაიმყრივეთ თქვენი თავი, დაიფუძუნეთ თქვენი თავი ამ პერიოდში, რომ აი ეს უკვე სტაბილურად გაქვთ და შემდეგ უკვე იფიქრეთ წინსვლასა და განვითარებაზე, იმიტომ რომ უფრო მეტი გასაქანი გექნებათ, ვიდრე დაუშვათ გქონდათ წინა პერიოდებში. სხვადასხვა არ გამოვრიცხავ აქ, რომ აი თუ დაუშვათ თქვენ სამსახურში იყავით გამოსაცდელი ვადით და გქონდათ კონკრეტული თვეების რაოდენობა, რომ აი ამდენ ხანში გიმთავრდება ეს გამოსაცდელი ვადა, მე გეტყოდით, რომ წარმატებით დაასრულებთ ამ გამოსაცდელ ვადას და დაჟე იმის პოტენციალიც უკვე გექნებათ, ზოგიერთებს, რომ ახალ ასე რა ქვია, სახელზე იფიქროთ, ანუ პოზიციური ზრდაზე რო იფიქროთ, უფრო მეტი გასაქანი და შესაძლებლობა გექნებათ, შანსი. ამავდროულად გაიზრდება თქვენი ხელფასიც ამასთან მიმართებაში. კარგი, რა შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ კონკრეტულად აი ეს დეკემბრის თვე? შესაძლებლობა, რომელიც შემოთავაზებული იქნება ამ თვეში, ზუსტადაც რომ ეხება დამკვიდრებას და პროფესიულ ზრდას. კი ბატონო, თქვენ გაიარეთ თქვენი გზა, ახლა შედეგის დრო არის, მაგრამ შესაძლებლობა კიდევ გეტყვით, რომ რაც წეგან აღვნიშნე, კარიერული ზრდისკენ გექნებათ. ანუ შეგიძლიათ უკვე იფიქროთ სხვა თანამდებობაზეც ამ კონკრეტულ სამსახურში, რომ უფრო მაღალ პოზიციაზე აიციოთ და თქვენი ხელფასიც იყოს ბევრად მაღალი, ვიდრე დაუშვათ ეხლა არის ეს. ამავდროულად აქ შესაძლებლობა გექნებათ, რომ უფრო სხვა პიროვნებებთანაც დაამყაროთ კომუნიკაციები,
უფრო მეტ მნიშვნელოვან ადამიანთან გექნებათ შეხება და ესე რომ ვთქვათ ეს ავტორიტეტი თქვენთვის საკმაოდ ესე ვთქვათ წარმატების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს გამოწვევა გაითვალისწინეთ ჯერ კარგად უნდა იყოს დამკვიდრებული აი ამ თვეში რომ აი ნიადაგს რო გაიმყარება ადამიანი რა აი ეს ნიადაგი დეკემბერში უნდა გაიმყაროთ და მე უკვე იფიქროთ ესე რომ ვთქვათ განვითარებაზე თუმცა იქამდე ჯერ უნდა იფიქროთ გამყარებაზე ახლა თქვენ რაც გაქვთ ეს არის შედეგი და გამოწვევა გამყარებას ეფუძნება შესაბამისად ზუსტად ეს არის რაც შესაძლებლობა მოგეცემათ გამყარების აი ეს არის დაფუძნების. აქ ვიღაცა შეიძლება სხვათა შორის შესაძლებლობა მოგეცეთ გარკვეული უძრავი ქონება იყიდოთ. არის შეიძლება რაღაცა მიწის ნაკვეთი იყიდოთ, შეიძინოთ, სახლი იყიდოთ, შეიძინოთ, რაღაცა მიწა შეიძლება ვიღაცისთვის ეს აგარაკის იყოს, ხო? ამიტომ გამოიყენეთ მაქსიმალურად ეს შესაძლებლობა და მიყევით თქვენს გეგმას, თქვენს მიზანს და მსჯელობას. რჩევა რა იქნება თქვენთვის პირველი ვარიანტი რჩევა შეეხება moon maidens ანუ ვეცადეთ რომ კულმინაციური ეტაპები გაიაროთ კონკრეტულ პერიოდებში თქვენ იგრძნობთ ამას ამის დრო როდის იქნება სხვათა შორის მე თქვენ გეტყვით სასამთვარეობას თუ შეარჩევთ თქვენი მიზნის სურვილის ჩათქმაში, აი დავუშვათ გინდათ რომ სახლი იყიდოთ, ხო? და დავუშვათ ფიქრობთ რომ შეიძლება რაღაცა კიდე გჭირდებათ, დავუშვათ დამატებითი ბიზნესი, დამატებითი ხელშეწყობა, რომ ამ მიზნამდე მიხვიდეთ. გამოიყენეთ სასამთვარეობა იმისათვის, რომ გამოიწიოთ ეს სურვილი კიდევ უფრო მეტად, გამოიწიოთ ის რაც გაკლიათ და მიიღოთ. ამავდროულად რჩევა და ინფორმაცია მდგომარეობს თქვენ შემთხვევაში ის რომ ძალიან ემოციურად მოეკიდებით გარშემო პირებისგან წამოსული ინფორმაციებს, იმიტომ რომ შეიძლება თავიდან რაღაცა ბურუსი იყოს, რომ აი შენ ახალი ხარ ამაში, აი ეხა მიაღწიე წარმატებას და აი მოსალოდნელი იქნება, რომ აი სიტყვაზე რაღაცა ისე შემოგხედონ ცოტა, ხო? თან კარგად, მაგრამ თან მაინც და მაინც რო არ სიამოვნებთ ხა ადამიანებს, ხო ხვდებით ხა წარმატებული როდესაც ხდება ადამიანი, რა თქმა უნდა ჩნდებიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც უკვე კონკურენტად გიწევენ, რომ დაგინახონ, ამიტომ აი ეს კონკურენტუნარიანობა დაგჭირდებათ და არ მიეცეთ ყურადღება იმას, ირგვლივ რა ხმები დადის თქვენზე. არ არის ეს მნიშვნელოვანი, ეს მხოლოდ იმოქმედებს თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე და აი მოდი ესე გეტყვით რა გულში ბողმად ჩაიდებთ მოკლედ მათ ფიქრებს და საუბრებს, უბრალოდ თავი დაანებეთ, თორემ ეს თქვენზე არ აისახება კარგად. ამიტომ იცადეთ, რომ ცოტა უფრო მსუბუქად მიუდგეთ მსგავსი ტიპის საკითხებს და წინ განაგრძოთ სხვა, იმიტომ რომ თქვენი მიღწევებით ამტკიცებთ, რომ თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამ პოზიციას და გზის გაგრძელებას და კიდევ უფრო წინ სიარულს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდ მადლობას იხდით ყურადღებისთვის. პირველი ვარიანტი, აი მეც მინდა რომ გაჩვენოთ, რა საოცარი ორაკულია. ნახეთ რა სილამაზეა. ასე უნდა გამოასხივოთ თქვენი თავი. და არ აჩვენოთ ადამიანებს, რომ თქვენზე რაიმე გავლენას ახდენს რაღაცა ისე, ხო, არასასიამოვნოდ. წარმატებებს გისურვებთ პირველი ვარიანტი, მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე, მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ ამეთვისტოს მინერალში. ნახოთ თქვენი თვის მთავარი თემა რა იქნება. რა უნდა გააცნობიეროთ წინა თვიდან, რა უნდა მიიღოთ გასული თვიდან, რა გამოწვევების წინაშე დადგებით, რა შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ ეს თვე და რჩევა და მესიჯი თქვენთვის. ოჰო, საინტერესო. კარგი, დავიწყოთ. თქვენი თვის მთავარი თემა რაში მდგომარეობს? პირველ რიგში თქვენი მთავარი თემა იქნება თქვენი შინაგანი პროცესები, მთავარი თემა იქნება თქვენი შინაგანი სილაღე, თქვენი გარეგნობა და თქვენი ჯანმრთელობა. ქალბატონებს აქ გეტყვით, რომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს მკერდს, ჩემო ძვირფასებო,
აი ჯირყვალოვან ნაწილს, ხო, შეიძლება საჭიროებდეს ყურადღებას. ვიღაცებმა აქ შეიძლება შეშუპება იგრძნოთ, რაღაცა ისე არ არის, როგორც ბუნებრივად უნდა იყოს. აქ არ გამიკვირდება ვიღაცამ ფეხმძიმობა ახუღეჩინოთ თქვენი ჩემი ზეპასება, არ თუ ელოდებოდით ფეხმძიმობის დადასტურებას, ამ თვეში ეს ნამდვილად მოხდება. აი ეს იქნება რაღაცა თქვენი მთავარი თემა. მამაკაცებისთვის გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ შეიძლება თქვენი პარტნიორის ფეხმძიმობა გაიგოთ, ან კიდევ თქვენ შემთხვევაში ეს იქნება თქვენი შესაძლებლობების გამოვლენა, თქვენი ხასიათის გამოვლენა, თქვენი პიროვნული ეგოს გამოვლენა, აი რაღაცა თქვენს ხასიათს ამ თვეში უკეთესად დაინახავთ მამაკაცები უფრო, როგორები ხართ, ხო, რა შესაძლებლობები გაგაჩნიათ და რა ყველა სიმაღლეებზე შეგიძლიათ ყოფნა. რა უნდა გააცნობიეროთ, ნახოთ წინა თვიდან. წინა თვიდან უნდა გააცნობიეროთ ის, რომ გადაწყვეტილებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ხანდახან არის საჭირო თქვენი პოზიციების შესვლა და არა ისე რომ თქვენ ვირივით გაჯიუტება რაღაცა საკითხზე, იმიტომ რომ თქვენ ბევრჯერ აღმოჩნდით გასულ თვეში ისე სიტუაციაში, სადაც რაღაცა დაიჟინეთ და ეს ასე არ აღმოჩნდა, ფაქტების წინაშე დაგაყენეს და უკვე სხვა გზა რო არ დაგრჩათ, უნდა გეღიარებინათ, რომ აზრის შეცვლის დროა და არ ღირს ესე რომ ვთქვათ შეჯდომა ამ ერთ აზრზე, ხო? და რაღაცა შეიძლება ძირად დაგიჯდათ თქვენი ეგოს თამაშის ფონზე, აი ეს თქვენი სიჯიუტე. ამიტომ წინა თვიდან თქვენ უნდა გააცნობიეროთ ზუსტად ის, რომ ძალიანაც კარგია თუ ხანდახან აზრს შეიცვლით რაღაცაზე, ყოველთვის ერთ აზრზე დგომა გონივრულობას ნამდვილად არ ნიშნავს, როდესაც ეს აზრი ცვლილებას საჭიროებს. შესაბამისად, თქვენ ეს უნდა გააცნობიეროთ, რომ ანალიზის შედეგად თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენს აზრზე დარჩეთ თუ აზრი შეიცვალოთ ადეკვატურ ზღვარში, ესე რომ ვთქვათ, ხო? ეხლა თუ მაგალითად არ ვიცი, ორჯერ ორზე იძახით, რომ 8 არის და გინდათ რომ ეს ჯიუტად დაამტკიცოთ და გეუბნებიან რომ არა ეს არის 4 და თქვენ არ გინდათ რომ ეს 8 იყოს, ეს ასე რა თქმა უნდა დიდი უგუნურება იქნება თუ ისევ თქვენს აზრს მიაწვევით, ხო? ისევ თქვენ გამოჩნდებით სრულად და არა პრინციპულ ადამიანად, არამედ ადამიანი, რომელიც უგუნურია და მხოლოდ საკუთარი აზრი ჰგონია სწორი და არც კი აინტერესებს მის მიღმა რა არის და უბრალოდ რაღაცას რატო ეუბნებიან, ხო? კარგია თავდაჯერებულობა სიტყვაზე, რომ რაღაცაში შეიძლება დარწმუნებული იყო, მაგრამ როდესაც დავუშვათ, არ ვიცი, 10 კაციდან 10 გეუბნება, რომ რაღაცა სხვა ხდება და ის ასე არ არის, ცოტა უნდა დაფიქრდეთ, მე მგონი, ხო, რომ რაღაცა შეიძლება ისე არ ფიქრობდეთ, თუმცა აქაც შეიძლება იყოს გამონაკლისი, რომ შეიძლება თქვენ სწორი იყოთ, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დაფიქრებით გადაწყვეტილების მიღება და არა თუ ესე მე მინდა რომ ესე იყოს და ესე იქნება. ასე არა. დაფიქრდით და ისე შეარჩიეთ, ასე რომ ვთქვათ, რომელ აზრზე იდგებით, ხო, ეს უნდა წამოიღოთ წინა თვიდან. რა უნდა მიიღოთ გასული თვიდან კონკრეტულად? ვნახოთ. გასული თვიდან კონკრეტულად უნდა მიიღოთ ათიანების თასები. რაღაცა ეს არის დამსახურებული სიყვარული, ერთგულება, შეიძლება თქვენი პარტნიორი იყოს რაღაცა ძალიან ესეთი კარგი პიროვნება რა. აი ადამიანი, რომელიც გვერდში გიდგას, სიყვარულს გიმტკიცებთ, გაგრძნობინებთ, რომ ის თქვენს გვერდით არის და გეტყვით კიდე ესეთ რაღაცას მაგ ათიანების თასებში თუ დააგვირდებით, თამაშდება აქ რაღაცა არის თუ ამჩნევთ პატარა ბავშვი უჭირავს ხელში. აქ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შეიძლება არ ვიცი, თუ მაინც და მაინც ფეხმძიმობას ახლა არ იგებთ და უკვე იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ, მშობიარობა შეიძლება გიზეოდეთ უკვე და ამ თვეში მოხდეს ეს, ხო? ამიტომ ეს ქალებსაც და კაცებსაც გეტყვით, რომ რაღაცა წინა თვიდან ბავშვს მიიღეთ. ხო, ნუ მოკლედ. ერთი მომენტი არის, რომ შეიძლება ახლა გაიგოთ დაფეხმძიმების შესახებ, მეორე მომენტი, რომ
გიწევს, რა ქვია, წინა უკვე დაუხვად გიწევდეთ მშობიარობის პერიოდი. გარდა ამისა გეტყვით ისეთ რაღაცას, რომ აი კარგი ენერგიებს მიიღებთ, ჰარმონიულ სიყვარულის ასოს ზოგადად წინა თვიდან ადამიანების მხრიდან თქვენი ნამოქმედარის გამო. აი ამას თითქოს რაღაცა კონკრეტული მიზეზი აქვს, ხო? რაღაცა თქვენმა ქმედებამ ან აზრმა განაპირობა ის მოქმედებამ, შეიძლება აზრის შეცვლამ, რომ თქვენ დაიმსახურეთ მეტი სიყვარული და პატივისცემა გარშემო მყოფი ადამიანების მხრიდან. რომ აი ნახე, ადამიანმა შეძლო დათმო თავისი პოზიცია და ეხლა აი მადლიერი ვარ მაგალითად ამისთვის. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ მადლიერების ენერგიას მიიღებთ აქ ნამდვილად გასული თვიდან. კარგი. რა გამოწვევების წინაშე დადგებით დეკემბრის თვის განმავლობაში? თქვენი მთავარი გამოწვევა იქნება აი უცებ სიახლეები. აქ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ფერმზიმობის ანუ მშობიარობის ამბავს და გეტყვით, რომ ძალიან უეცრად მოხდება ეს ვიღაცის ფერმზიმობის გაგება, ან ძალიან უეცრად მოხდება, ეხლა ბუნებრივია, რომ მშობიარობას იწყებს ადამიანი, მამას მოულოდნელად გაიგებთ. და ეს იქნება ძალიან სასიხარულო, რაც ყველაზე მთავარია. ამავდროულად აქ ვიღაცისთვის ეს უეცარი საკითხი იქნება გამოწვევის სახით მოულოდნელი დაკონტაქტება პიროვნების მხრიდან, რომელიც აქამდე შეიძლება უკონტაქტოდ იმყოფებოდა და ესეც რა თქმა უნდა გამოიწვევს ბედნიერებას. ადამიანის უცაბედი უეცარი გამოჩენა მისი მხრიდან კონტაქტი, საუბარი, პატარა მესიჯი შეიძლება იყოს, რაღაცა უცებ ხდება, შეიძლება გადაეკვეთოთ ამ ადამიანის შემთხვევით, ხო, ესეთი რაღაცა იქნება. კარგი, რა შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ ეს დეკემბრის თვე? შესაძლებლობა თქვენთვის იქნება რაღაცა სტაბილურის შესაძლებლობა. მოგეცემათ საშუალება რაღაც განავითაროთ. მოგეცემათ საშუალება დაინახოთ რა იშრომეთ აქამდე და აი ამას რომ რაღაცა გიზრუნვა სჭირდება, განვითარება სჭირდება. მოგეცემათ შესაძლებლობა რაღაცაზე იზრუნოთ, რაღაცას მოუაროთ, არ ვიღაცას მოუაროთ. აი რაღაცა ესეთი ძალიან თბილი ენერგიები. აი რა სჭირდება ბავშვს, ხო, სჭირდება ზრუნვა. არის აქ შეიძლება ვიღაცამ დავუშვათ შინაური ცხოველიც აიყვანოთ, ან თქვენმა შინაურმა ცხოველმა იყოლიოს პატარები, ხო, რაც ეს არ არის გამორიცხული, ამიტომ აი მოგეცემათ საშუალება, რომ რაღაცაზე იზრუნოთ სტაბილურად, ხო? ისეთი რაღაცა არის. რჩევა და მესიჯი რაც იქნება თქვენთვის, მეორე ვარიანტი იქნება თქვენი გამოჩენა როგორც რაღაცა დიდი ენერგია, თქვენი გამოჩენა როგორც მცოდნე პიროვნების, თქვენი გამოჩენა როგორც ინტუიტიური ადამიანის, რომელიც გრძნობს პროცესებს და საჭირო დროს საჭირო მოქმედებას მიმართავს. ანუ აი ეს თქვენი უცებ მოქმედებები ძალიან საჭირო იქნება, აი გონებას ხარტი უნდა გქონდეთ ამ თვეში შემოწმება აუცილებლად, იმიტომ რომ აი ეს ცეცხლოვანება, ეს ცეცხლის ენერგიები მოქმედი მუდმივად, ხო? აი უცებ მოქმედება, თუნდაც ყველაზე რთულ დროს აქ თქვენთვის იქნება ბევრ საკითხში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი, ხო? აი ეს ბობუქარი მოძრავი ენერგიები, აი ფათი-ფუთი დაგჭირდებათ რა, ცოტა შეიძლება ქაოსურად მოგეჩვენოთ ეს, მაგრამ აქ ეს ნამდვილად საჭირო იქნება თქვენი მხრიდან. წარმატებებს გისურვებთ მეორე ვარიანტი. დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირებს ეს ყველაფერი თქვენთვის. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებიც თუ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ჩვენ კი გადავიდეთ მესამე ვარიანტზე, ნახოთ მესამე ვარიანტი თქვენი დეკემბრის თვის პროგნოზი. ნახოთ თვის ძირითადი თემა, რა უნდა გააცნობიეროთ წინა თვიდან, რა უნდა მიიღოთ გასული თვიდან, რა გამოწვევების წინაშე დადგებით,
რა შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ ეს თვე და რჩევა და ინფორმაცია მესიჯი თქვენთვის. კარგი, ნახოთ. თავარი თვის თემა თქვენთვის რა იქნება? ეს არის მშვიდობა, მშვიდობის დამკვიდრება, რაღაც საკითხის გადაწყვეტა მშვიდობიანად, რაც შემოიტანს ახალ საწყისებს. ეს იქნება თქვენი თვის მთავარი თემა. რაღაცის დაგვირგვინება მშვიდობიანად. შეიძლება ვიღაცასთან შერიგება იყოს, ვიღაცასთან ურთიერთობის მოგვარება, ვიღაცის პატიება, ან ვიღაცის სულყვარება, ხო? ესეთი პოტენციალით გეწყებათ დეკემბრის თვე, კარგი სასიამოვნო სიახლით. კარგი იქნება, საინტერესოა. რა უნდა გააცნობიეროთ წინა თვიდან? წინა თვიდან უნდა გააცნობიეროთ თქვენი თავმოყარეობა და თვითშეფასება. მე ესე გეტყვით, თქვენი თავის ფასი, თქვენი შესაძლებლობები და თქვენი უნარი, თქვენი ენერგია, როგორ უნდა ასხივებდეს, რამდენად დასვენებული ხართ, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, რამდენად კარგი ადამიანი ხართ, ან შეიძლება უბრალოდ კარგ და ცუდ ადამიანობაზე კი არა მაქვს საუბარი. აი, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ზოგადად როგორც თქვენ პიროვნება, აი ამაზე გამახვილდება თქვენი გაცნობიერების ნაწილი, ხო? რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ როგორ გამოიყურებით, რამდენად მნიშვნელოვანია ის თუ რამდენად მოწესრიგებული ხართ, ხო? რა თქმა უნდა, ეს გაძლევს სიცოცხლის ხალის შემოძვირფასება და თვითსიყვარულის შესაძლებლობას. აი ჩათვალეთ, რაც უფრო მეტად მოწესრიგებული დადიხართ, რაც უფრო მეტად გალამაზებული დადიხართ, ხო? არ გულისხმობ, რომ მაინც და მაინც მორთულობებით უნდა დადიოდეთ, მაგრამ აი რაც უფრო კარგად გრძნობ თავს, როგორც გამოიყურები, მით უფრო გიყვარს შენი თავი, როგორც შენ უვლის შენს თავს, ისე გიყვარს შენი თავი, ხო? აი ეს იქნება აქ მთავარი გაცნობიერება. რა უნდა მიიღო გასული თვიდან? ნახოთ. გასული თვიდან უნდა მიიღო ის შესაძლებლობა, რომელიც გეძლევა ეს შეიძლება იყოს კონკრეტული გზის ნაწილში, რაღაცა ახალის დაწყება შეიძლება გინდოდეს, მიზანი გქონდეს კონკრეტული როი დავუშვათ რაღაცის სწავლა გინდა, რაღაცის დაწყება გინდა, მოქმედების ნაწილში ხო არის სამუშაოს დაწყება იქნება ეს თუ რაღაცა თქვენი კარიერული სფეროში, თქვენს კარიერულ სფეროში რაღაცის გაკეთება, ხო, კიდევ. ან შეიძლება სამოგზაუროდ გადაწყვიტოთ წასვლა. აი ეს იქნება რაღაცა ისეთი, რომ აი გასული თვიდან უნდა მიიღოთ ის აზრი, ან შესაძლებლობა, რომელიც გაგიხსნათ, რომ დაიწყოთ მოქმედება. დავუშვათ წინა პერიოდში შეიძლება არ გქონდათ მაინც და მაინც სასიამოვნო პერიოდი და ახლა უკვე კარგად გრძნობთ თავს და შეგიძლიათ დავუშვათ დაუბრუნდეთ ცხოვრებას კარგი ჭრილში, სასიამოვნო ჭრილში და დავუშვათ არ ვიცი, უფრო აქტიური გახდეთ საზოგადოებასთან მიმართებაში, მოგინდეთ რომ სამოგზაუროდ წახვიდეთ. ეს არის იდეები, მეგობრებო, იდეები, რომელიც განხორციელებას მოითხოვს. აი ეს უნდა წამოიღოთ წინა თვიდან. რა გამოწვევების წინაშე დადგებით დეკემბრის თვის განმავლობაში? კომუნიკაციები. გამოწვევა თქვენი იქნება კომუნიკაციები ადამიანებთან, ემპათია და გულწრფელობა, რამდენად თქვენ შეძლებთ იყოთ გულწრფელები, რამდენად თქვენ შეძლებთ ისაუბროთ თქვენს თავზე, მოусმინოთ ასევე სხვა ადამიანებს და გაცვალოთ ემოციები, ხო? არ ვიცი, შეიძლება აქ ვიღაცამ გადაწყვიტოთ, რომ ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან გინდა სიარული, და დავუშვათ მასთან, ან მეგობრების შეძენა შეიძლება გადაწყვიტოთ ახლის, ხო? ახალი ადამიანების, რომელთანაც მოგიწევთ, რა თქმა უნდა, ინფორმაციული გაცვლა, გაცნობა ახალი პიროვნებების და ეს თქვენი გამოწვევა იქნება, რამდენად კარგად მოახერხებთ ამას და შეირწმუნებით, ესე რომ ვთქვათ, ახალ ადამიანებს და ახალ გარემოს, ხო? ასე კომუნიკაციები იქნება თქვენი საინტერესო გამოწვევა, ვფიქრობ, ამ სფეროში კი არა, აი ამ თვეში, როგორ დავუშვათ გაცნობთ ადამიანებს თქვენს თავს, როგორც პიროვნება, ხო? კარგი. რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ეს თვე?
შესაძლებლობა, რომელიც საქაც კომუნიკაციები ამოგვდის. შესაძლებლობა გეძლევათ გამყარდეთ კომუნიკაციების ნაწილში, მეტი ურთიერთობა გქონდეთ ადამიანებთან, მეტი რაღაცაც ისწავლოთ, მეტად გაიცნოთ ადამიანები, დაინახოთ ადამიანების ბუნება, სხვადასხვა კატეგორიების ადამიანებთან გექნებათ შეხება, რაც მოგცემთ იმის შესაძლებლობას ინტელექტუალურად განვითარდეთ. ძალიან კარგია ეს სხვათა შორის, ძალიან ბევრს გასწავლით ეს ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ ფაქტობრივად ადამიანებთან ურთიერთობას სწავლობთ და ამყარებთ კიდე, ეხლა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ხა არ ვიცი, შეიძლება მიყურებს ვინმე 50 წლის ადამიანი და ფიქრობდეს, რომ აი რაღა დროს ჩემი ის არის, ყველაფერი კარგად ვიცი. მაგრამ ნახეთ, შეიძლება ისეთ ადამიანს გადაეკვეთოთ, რომელიც დაუშვათ არ ვიცი, ახალგაზრდა იყოს, მაგრამ ძალიან საინტერესო იყოს სასაუბროდ და დაგაინტერესოთ ამ ადამიანმა იმდენად, რომ მისგანაც კი რაღაცა ისწავლოთ, ხო? რაც ვფიქრობ, რომ თუნდაც 50 წლის ასაკში, ან 60 წლის, 70 წლის ასაკში დაუშვათ, რაღაცა საინტერესო იყოს თქვენთვის, ხო? რატომაც არა? არასოდეს არ არის ცუდი, თუ კი ყოველთვის ახალგაზრდებისგან ვისწავლით რაღაცას, ან პირიქით ახალგაზრდები ასე კოვანი ადამიანისგან, ხო? არ უნდა არსებობდეს ეს რაღაცა დიდი ბარიერი, ხო? რომ მე რახან უფროსი ვარ, ბავშვისგან ვერაფერს ვისწავლი, ეს ასე არ არის ჩემი ზეფასებო. ხანდახან პირიქით აზრთა აი ეს დიფერენცია ასაკში რაც გვაქვს, ხო? ძალიან ისეთი არის რა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს იყოს გაუგებარი, მაგრამ თუ კი მოხდება სწორი კომუნიკაცია, ძალიან ბევრი რამე შეიძლება იყოს სრულიად გასაგები და პირიქით საინტერესოც კი, თან ძალიან, რაც აი ადამიანურ ურთიერთობებში არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ესე გეტყვით. კარგი, რჩევა რა იქნება თქვენთვის? წუთით. კარგი, მივარდა. რჩევა რა იქნება თქვენთვის? ნახოთ ამთვის განმავლობაში. რიანონი, ამ შემთხვევაში თქვენი რჩევა იქნება იყოთ მაქსიმალურად მომხიბვლელები, იყოთ მაქსიმალურად წარმოსადეგი ადამიანები, წარმოაჩინეთ თქვენი თავი, აქ მე გეტყვით საინტერესო რაღაცას, ხო? აქ ვიღაცებმა შეიძლება, არ ვიცი, აქამდე ხალისი დაკარგეთ, არ ვიცი, ხა შეიძლება აი ზოგადად ჩვევია ხოლმე ქალბატონებს, როდესაც 30 წელს გადაცილდებიან, ან რაღაცა კონკრეტულ ასაკს, მაგრამ ძირითადად რატომ ყავს 30-ზე ემართებათ ხოლმე, აი საკუთარ თავთან ეს ექნა ის მომენტი, რომ აი ხა რაღაცა ასაკში ვარ სიტყვაზე, ან არ ვიცი გავიზარდე და რაღაც ისე, მაგრამ აი რამდენად მომხიბვლელები ხართ, მეგობრებო, ეს მე გაცნობიეროთ. რამდენად საინტერესო ადამიანები ხართ, ეს მე გაცნობიეროთ და რჩევა მდგომარეობს იმაში, რომ აი ეს თქვენი წარმოსადეგობა, თქვენს ინდივიდუალიზმში მდგომარეობს. ვიღაცა შეიძლება დაუშვათ სხეულზე გქონდეთ რაღაცა, არ ვიცი, ნაიარევი, ან სტრიები, ან რაღაცა დამახასიათებელი, რაც მხოლოდ თქვენ გაქვთ, რაც აი თავდაჯერებულობას უნდა გაძლევდეთ და პირიქით თქვენ თავს უფრო მეტად უნდა გაყვარებდეთ, იმიტომ რომ ეს თქვენი ნიშაა, ხო, თქვენი ინდივიდუალიზმია, თქვენ გაქვთ მხოლოდ ეს. აი დაუშვათ რიჟა ადამიანები, ხო, აი სტაფილოსფერითმა, ვისაც აქ რაღაცა ულამაზესი, ხო, ან ჭორფლები, აი შეიძლება ის გამოგარჩევდეთ ყველასგან. რაღაცა გაქვთ, რაც გამოგარჩევთ სხვა ადამიანებისაგან. ეს თუნდაც შეიძლება იყოს ინტელექტი, თქვენი გარეგნობა, თქვენს გარეგნობაში დამახასიათებელი განსხვავებები, ხო, რაც სხვა ადამიანისგან გამოგარჩევთ. უნდა იცოდეთ, მეგობრებო, ეს რამდენად განსაკუთრებულია თქვენში, ხო, ეს მხოლოდ თქვენ გაქვთ. რამდენად ლამაზია ეს და რამდენად დიდებულია, რომ ეს მხოლოდ თქვენ გაქვთ და ეს არის განუმეორებელი, ხო? აი ეს მინდა რომ კარგად დაინახოთ რა, თქვენი ინდივიდუალიზმი და გამოიტანოთ წინა პლანზე, გამოიტანოთ მაქსიმალურად. აი დაუშვათ შეიძლება გქონდეთ იმის უნარი, რომ ძალიან კარგად გამოგდიოდეთ განსხვავებული ასაკის ადამიანებთან ურთიერთობის გამყარება გულისხმობ კომუნიკაციურ ნაწილში, ხა რა თქმა უნდა, მაინც და მაინც პირად ურთიერთობას არ გულისხმობ, კომუნიკაციურ ნაწილში, რომ ყველა ასაკის ადამიანთან შეგიძლიათ საუბარი, მათი გაგება, მათ გასაგებინაზე საუბარი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი ნიჭი შემოძვირფასებო, რაც ძალიან კარგი გამოწვევაა, ვფიქრობ თქვენთვის, იმიტომ რომ პიროვნულად ვითარდებით კიდევ უფრო მეტად
და კიდევ უფრო მეტ სიგებთ და კიდევ უფრო მეტ სწავლობთ. არ აქვს მნიშვნელობა აქ პატარა ადამიანი მიყურებს თუ უფრო ზრდასრული პიროვნება, თქვენ გაქვთ ეს უნარი. გაქვთ უნარი ყველას ისე ელაპარაკოთ, როგორც შეეფერება და თქვენი თავიც არ დაკარგოთ აი ამ პროცესში. ანუ დაანახოთ იმასაკის ადამიანს თქვენი თავი, რა ასაკის ადამიანსაც ელაპარაკებით, მაგრამ არ დაკარგოთ თქვენი ინდივიდუალიზმი. თუმცა ელაპარაკებით მისთვის გასაგებ ენაზე. აი ძალიან ესეთი კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან თუ შეიძლება. აი დაუშვათ რაღაც კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობთ და დაუშვათ თქვენი ცოდნა დაკავშირებულია უფრო ინტელექტუალურ საკითხებთან და პროფესიული ჩარჩოს და დაცვა გჭირდებათ დაუშვათ თქვენ საქმეში, თუმცა აი მივიწვიეს ტელევიზიაში დაუშვათ და თქვენ გჭირდებათ რომ ილაპარაკოთ მარტივად, იმიტომ რომ თქვენ ისე უნდა ისაუბროთ, რომ ყველამ გაიგოს რაზე ლაპარაკობთ, ხო თუ ტერმინოლოგიით დაიწყეთ ლაპარაკს, რა თქმა უნდა ვერ გაგიგებენ, იმიტომ რომ შეიძლება ეს არ იყოს მათი კომპეტენციის სფერო სიტყვაზე, ხო? დაუშვათ თქვენსავით ყველას ხوار გაუვლია სიტყვაზე, იქ არის ფიზიკა, მათემატიკის სკოლა სიტყვაზე, ხო? ამიტომ აი ეს თქვენი უნარია, რომ ილაპარაკოთ იმ ადგილას შესაბამის ადამიანებთან გასაგებ ენაზე, რაზეც კი თქვენ გიწევთ საუბარი. აი რჩევა ეს არის, ისაუბრეთ ყველასთვის გასაგებად. ანუ შეარჩიეთ ფორმა, ვისთან როგორ ისაუბროთ, ვისთან როგორ წარმოაჩინოთ თქვენი თავი, იმიტომ რომ ეს დაგჭირდებათ ნამდვილად ამ თვის განმავლობაში. ძალიან ძლიერი გაშლა, მაქსიმუმი ეცადეთ აიღოთ მეგობრებო ამ ინფორმაციიდან. გამიხარდება თუ კი დამიკომენტარეთ, რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა თვითონ ისტორიები ჩემთვის იმდენად დიდებულია ამის მოსმენა, რომ ჩემი საუბარი როგორ ჟღერდება ეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ სხვებისთვისაც ძალიან საინტერესო მოსასმენი იქნება. ყველას უღრმეს მადლობას იხდით ყურადღებისთვის, მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს მოწონება, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის დამიკავშირდით აღწერაში მითითებულ Instagram-ზე, WhatsApp-ზე, Viber-ზე ან Facebook-ზე პირად შეტყობინებაში. მე კი დაგემშვიდობებით დროებით.